გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ ასეთ საფულის დამზადებას, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, განსხვავებული და ლამაზი. ეს მოდელი ინტერნეტში ვიპოვე და თარგი დავამზადე მე თვითონ. იგი მოვარგე 100 ლარიან კუპიურას და რა თქმა უნდა ბარათებს. საბოლოო ჯამში გამოდის ძალიან თხელი და კარგი მოდელი. YouTube ბლოკავზე თარგის ლინკს ვერ დავდებ, ჩემი გაკეთებულს, ამიტომ გთავაზობთ ნახას, შეგიძლიათ დააპაუზოთ და არ იქნება რთული მისი გამოხაზვა. ასევე დააკვირდით წარწერებს, საიდან გადაიკეთოს ეს თარგი და სიგრძე, რომელიც უნდა დაკორექტირდეს ბოლო ეტაპზე. თარგში არის გრძელი და თქვენ თვითონ მოარგებთ ბოლოს. კარგად დავაკვირდეთ თუ რომელ თარგს რა მიმართულებით ვაკრავთ, ანუ ტყავის შიდა მხრიდან თუ გარე მხრიდან, რადგან მოდელი გამოგვივიდეს ზუსტი. სანამ გამოჭრას დავიწყებთ, გადავკეცოთ და ვნახოთ თუ როგორ გამოვა ჩვენი თარგი. ახლა მივყვეთ ეტაპობრივად და გამოვჭრათ ყველა დეტალი, რაც მთავარი არ უნდა ვიჩქაროთ. აი ეს ერთი დეტალი. ახლა გამოვჭრათ მეორე დეტალი. ორი ნაწილი გამოჭრილია და შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორი გამოდის ჩვენი საფულე. მთავარი დეტალი, ფერი გადავიფიქრე და ამ ფერზე შევჯერდი. თარგი უნდა დავაკრათ ჩვენს ტყავზე აუცილებლად შიდა მხრიდან, რომ ზუსტი მოდელი გამოგვივიდეს. ანალოგიურად ამ თარგსაც გამოვჭრით, ვიღებთ გრძელ მხარეს, აი ამ მხარეს არ ვაკლებ და მოვარგებ ადგილზე, რადგან მინდა რომ ზუსტად დაჯდეს. ანუ 2-3 სანტიმეტრით გრძელს ვიღებ. ასევე თარგის ზომები, რომლებიც ვიდეოში ნახეთ, მანდაც 3 სანტიმეტრით გრძელი მაქვს აღებული და თქვენ თვითონ მოარგებთ სასურველ ზომაზე, რადგან ეს დამოკიდებულია ტყავის სისქეზე და კიდევ სხვა დეტალებზე. აი ასეთი გამოდის ჩვენი საფულე, აი ეს ნაწილი არის გრძელი, მაგრამ შემდეგ დავამოკლებთ. ახლა დავამუშავოთ გვერდები, მე ვიყენებ Toco Pro-ს, გავაპრიალებ, რომ უფრო კარგი შესახედაობა ჰქონდეს მას. ასე მოვიქცევი ყველა დეტალზე, რომ ჩვენი საფულე გამოვიდეს ბევრად დახვეწილი და ლამაზი. ახლა გადავიდეთ დაწებაზე, ვიყენებ ეკოსტიკის წებოს, წავუსმევ წებოს და დაველოდებ მის გაფერქვტალებას, როდესაც ფერი ფაქტობრივად შეუმჩნეველი იქნება, მზად არის ის დასაძებად. აქ მთავარი არის სიფრთხილე, რადგან ჩვენი წებო არ უნდა მოხვდეს ტყავზე, იმიტომ რომ ძალიან რთულად მოსაცილებელია და ხშირად უკვალოდ არ ქრება იგი. დავაწებებთ, გავასწორებთ კუთხეებს და ხელით დავაფიქსირებთ მას. ამის შემდეგ სპეციალური ხელსაწყოთი დავპრესავთ, რადგან კარგი შეჭიდება ჰქონდეს ჩვენს ტყავს ერთმანეთში და აი დაახლოებით აი ასეთი გამოდის ჩვენი საფულე. ახლა მოვინიშნავ თუ სადამდე უნდა გავხიკო ეს ტყავის ზედაპირი, რომ კარგი მოჭიდება ჰქონდეს, გავხიკავთ მას და ისევ დავიწყებთ დაწებებას. ამ მოდელში ჯერ ყველაფერი უნდა შევძებოთ და შემდეგ დავხრიტოთ და მოვკეროთ. აქაც იგივენაირად ფრთხილად გავასწორებთ ჩვენ როგორც გსურს და ამის შემდეგ დავპრესავთ კარგი კონტაქტისთვის. შემდეგი ეტაპია დახვრეტა, გავამზადეთ უკვე და ამის შემდეგ დავიწყებთ კერვას. პირველს ჩვეულებრივ ნაკერს გავაკეთებთ და შემდეგ შემოვატარებთ, რადგან უკეთესი ვიზუალური ეფექტი გქონდეს. შეგვიძლია ჩვეულებრივადაც მოვკეროთ, მაგრამ რატომღაც ეს ბევრად უხდება ამ ტიპის საფულეს. აქ გამოყენებულია ძაფი 0.6 მმ-ის სისქის, რომელიც საკმაოდ უხდება ჩვენ საფულეს. როგორც ხედავთ, საკმაოდ ლამაზი გამოდის ამ ტიპის ნაკერი, ხოლო ამ გადაბმის შემდეგ ჩვეულებრივად სტანდარტული ნაკერით გავყვებით და დავასრულებთ ჩვენს საფულეს. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი ძალიან ლამაზი საფულე და განსხვავებული. მასში თავსდება 70 მმ-მდე სიგანის კუპიურები და რა თქმა უნდა ბარათებიც ჩვეულებრივად, რომელიცაც აქვს 2 გაყოფილება. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.